გაზპრომ მედია ჰოლდინგის გენერალური დირექტორის მოადგილემ თინა კანდელაკმა ალექსანდრე ნეველის ორდენის გადაცემის შემდეგ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მიმართა. სახელმწიფოს მეთაურს მადლობა გადაუხადა და ჯანმრთელობა უსურვა. უკვე 5 წელია საქართველოში არ ვყოფილ ვარ, ასე დაემთხვა გარემოებები. მე შევხვდი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს, მან მითხრა, გადაეცი ვლადიმერ ვლადიმიროვიჩს, რომ მე მისთვის ვლოცულობ. ბევრი მორწმუნე ადამიანი დღეს თქვენთვის ლოცულობს, რადგან მორწმუნე ადამიანებს მშვიდობა სურთ და თქვენ ის ადამიანი ხართ, რომელსაც მშვიდობა მოაქვს მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ დავივიწყეთ ეს სიტყვები, მშვიდობა მსოფლიოს, და ისინი დღეს საკვანძოა. იმიტომ რომ თუ მთელ მსოფლიოში არ არის მშვიდობა, მაშინ არსად არ არის მშვიდობა. ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ, ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენ, იმიტომ რომ თუ მთელ მსოფლიოში მორწმუნე ადამიანები, რომელთაც მშვიდობა სურთ თქვენთვის ლოცულობენ, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი გაიმარჯვებს და მსოფლიოში მშვიდობა იქნება, განაცხადა კანდელაკმა ცერემონიის დროს. მან აღნიშნა, რომ რუსეთის მოქალაქეობა 25 წლის წინ პუტინის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს მიიღო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე რწმენით და არა დაბადებით. მე თქვენთან ვარ ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ, თავიდანვე. და აი ასე მივდივარ ცხოვრების გზაზე მრავალი წლის განმავლობაში, თქვენი ხელმძღვანელობით, ჩემს საყვარელ ქვეყანასთან ერთად. ბევრი აქ გამოდეს და კეთილსიტყვებს ეუბნება საკუთარ მშობლებს, რადგან ჩვენ ვართ ის, ვინც ჩვენმა მშობლებმა აღგზარდეს. ჩემი დედაც სამწუხაროდ ცოცხალი აღარ არის და ის იყო საკვანძო ადამიანი, რომელმაც მე რუსეთში გადამიყვანა. მომცა პირველი შესაძლებლობები, რომ აქ მესწავლა და თქვა, რომ თქვენ სინამდვილეში არაუბრალოდ დიდი ადამიანი ხართ, არამედ ადამიანი, რომელიც ყოველთვის იზრუნებს საკუთარ ქვეყანაში უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე, დასძინა კანდელაკმა ცერემონიის დროს.